მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს 11-ზე, მე ანუკა კინკლაძე ვარ. მიწასთან გასწორებული სავაჭრო ცენტრი კიევზე ოკუპანტებმა იერიში გვიან ღამით მიიტანეს. დაღუპულია 4 ადამიანი, არიან დაშავებულები. პოდოლსკის რაიონში მეხანძრე მაშველებმა ხანძრის 1500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ლოკალიზება შეძლეს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება. რა მდგომარეობაა ტერიტორიაზე დილიდან დავით კაკულიას პირდაპირი ჩართვა უკრაინის დედაქალაქიდან კურიერში 12 საათზე. უკრაინა მარიუპოლს არ დათმობს რუსეთის მიერ ქალაქის კაპიტულაციაზე მოთხოვნას უკრაინის ვიცე-პრემიერმა უპასუხა. მარინა ვერეშუკი ამბობს, რომ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მათ მოსკოვს უკვე შეატყობინეს. ვიცე-პრემიერი ოკუპანტებს დერეფნების გახსნისკენ მოუწოდებს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ადარა რუსეთის ქმედებების ზღვისპირა ქალაქში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა. ოკუპანტების იერიში შედეგად სუმში 50 ტონიანი ამიაკის რეზერვუარი დაზიანდა, მოხდა ქიმიური ნივთიერების გაჟონა. გავრცელების რადიუსად 5 კილომეტრი სახელდება, თუმცა სპეციალისტები თვლიან, რომ მოსახლეობა საფრთხე არ ემუქრება. და ეს წუთია უკრაინის საგანგებო სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ პრობლემა უკვე მოგვარებულია. უკრაინისა და რუსეთის ოფიციალურ დელეგაციებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა დღეს იგეგმება. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილ პოდოლიაკის ინფორმაციით, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დილიდან ონლაინ ფორმატში გაგრძელდება. განხილვის თემები მწვანე დერეფნები და სხვა ტექნიკური საკითხები იქნება. ეს რიგით უკვე მეხუთე რაუნდი უნდა იყოს. უკრაინა ნატოს წევრი რომ ყოფილიყო, ომი არ დაიწყებოდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. აქვე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს ინტერვენციის შემდგომ გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ჩვენ რომ ნატოს წევრი ქვეყანა ყოფილიყავით, ომი არ დაიწყებოდა. მე მინდოდა ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი ხალხისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიღება. თუ ნატოს წევრები მზად არიან გვიხილონ ალიანსში, მაშინ გააკეთონ ეს დაუყოვნებლივ, რადგან ადამიანები ყოველდღე კვდებიან. თუმცა თუ თქვენ არ ხართ მზად, დაიცვალთ ჩვენი ხალხის სიცოცხლე. თუ გსურთ რომ გვიხილოთ ორ მსოფლიოს შორის მდგარი, თუ გსურთ რომ ვნახოთ ამ ბუნდოვან მდგომარეობაში, როდესაც არ გვესმის, შეგიძლიათ ჩვენი მიღება თუ არა. თქვენ ვერ ჩაგვაყენებთ ასეთ მდგომარეობაში. თქვენ ვერ გვაიძულებთ ამ გაურკვევლობაში ყოფნას. მე ვთხოვე მათ პირადად ეთქვათ, რომ ჩვენ მიგიღებთ თქვენ ნატოში 1, 2 ან 5 წელიწადში. უბრალოდ ეთქვათ ეს პირდაპირ და მკაფიოდ, ან უბრალოდ ეთქვათ არა. პასუხი იყო ძალიან მკაფიო. თქვენ არ გახდებით ნატოს წევრი, თუმცა საჯაროდ კარი ღია დარჩება. პარასკევს ჯო ბაიდენი ვარშავაში ჩავა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. ჯემსაკის თქმით, ამერიკის პრეზიდენტი მის პოლონელ კოლეგას ანჯეი დუდას შეხვდება. პოლონეთში ჩასვლამდე ბაიდენი ბრიუსელში ნატოს მოკავშირეებს, დიდი შვიდეულისა და ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება. ევროპაში ვიზიტის დროს ამერიკის პრეზიდენტი უკრაინაში ჩასვლას არ გეგმავს, ამბობენ თეთრ სახლში. პრეზიდენტი განიხილავს, თუ როგორ რეაგირებს შეერთებული შტატები ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კრიზისზე, რომელიც რუსეთის გაუმართლებელმა და არაპროვოცირებულმა ომმა შექმნა, განაცხადა ფსაკი. ძლიერი თოვის გამო პრობლემებია თბილისსა და მის შემოგარენში, უხვინალექია წყნეთში, კოჯორში, ტაბახმელასა და კიკეთში. მუშაობს ტექნიკა, თუმცა მძღოლები აცხადებენ, რომ ამის მიუხედავად გზებზე მოძრაობა გართულებულია. გახშირებულია ავტოსაგზაო შემთხვევებიც. ელიტა ანდღულაძეა პირდაპირ ეთერში. ელიტა, როგორც ჩანს, სლოგანი დარჩი სახლში დღესაც აქტუალურია. დარჩი სახში ანუკა უნდა გაითვალისწინონ განსაკუთრებით იმ ავტომობილის მძღოლებმა, ვისაც გაუმართავი ყავს მანქანა ან ზამთრის საბურავები არ აქვს. მოგეხსენებათ, რომ თბილისი არის მთავარიანი ადგილი წყნეთში, კიკეთში და ასევე ტაბახმელაში. შეიძლება ითქვას, რომ თოვლის საფარი 9 მეტრს აღწევს. შესაბამისად დავიწროებულია გზა გახსნილია, თუმცა გამომდინარე აქედან დავიწროებულია და გადაადგილება არის შეზღუდული, ორმხრივი მოძრაობა. ამიტომ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად არ გართულდეს ასე რომ ვთქვათ, ავტომობილების გადაადგილება, მოწოდება არის ის, რომ თუ კი არის გაუმართავი მანქანა, არ არის აუცილებელი დღეს გადაადგილება ავტომობილით. რაც შეეხება დედაქალაქს და ასე რომ ვთქვათ, სხვა მიმდებარე ტერიტორიებს, შეიძლება ითქვას, რომ თოვლის საფარი არის 10-12 სანტიმეტრი, გზები არის გაწმენდილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, კილომეტრიანი საცობებია დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში. მე ამ წუთებში ვიმყოფები ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე,
სადაც თქვენ შეიძლება ითქვას, რომ მძიმე ტექნიკა მუშაობს და თოვლისგან ასუფთავებს გზას. 24 საათი ან რეჟიმში მუშაობ თბილისერვისის თანამშრომლები და არა მარტო თბილისის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თვითმმართველობები, გამგეობები სპეცტექნიკით გვეხმარებიან, ჩვენი მთლიანი რესურსი ჩართულია როგორც ადამიანური, ისე სპეცტექნიკით და ბოლო 4 დღეა ფაქტიურად გადაუღებლად თოვს ესეთი ნალექი, რა ვიცი, თბილისში მე მგონი დიდი ხანია, რამდენიმე წელი არ ყოფილა და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ცენტრალური ქუჩები, ისეთი ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება, იყოს გახსნილი. რაც შეეხება თოვლის სიმაღლეს, თბილისი მოგეხსენება თაგორიანი ადგილია და თქვა შემოერთებული ტერიტორიებზე, როგორც არის წყნეთი, კიკეთი, კოჯორი, 1 საათში დაახლოებით შეიძლება 10-12 სანტიმეტრი დაიდოს და ღამის განმავლობაში 9 მეტრზე მაღალი თოვლი იდება. შესაბამისად, ვიწყებთ გაწმენდას, ტექნიკური მარილის დაყრას, სამწუხაროდ ძალიან მაღალ, ასე ვთქვა, -6-ში, 6-ში, 7-ში უჭირს ტექნიკურ მარილს მოქმედება. ამისათვის დამატებით კიდე საჭიროა მარილი, მოძრაობა საჭირო ავტომობილების და ღამე, რადგან არ არის მოძრაობა, დილით ვცდილობთ, რომ საზოგადო ტრანსპორტს დავახვედროთ გაწმენდილი გზა. რამდენი ხნის განმავლობაში გაგრძელდება უხვი ნალექი, რას ამბობენ სინოპტიკოსები, მე ზუსტად 1 საათში მოგიყვებით. მადლობა ელიტა, ეს ელიტა ანდღულაძე იყო. ხვალიდან საქართველოში ცოტა ხნით, მაგრამ უნდა გამოიდაროს სინოპტიკოსების ინფორმაციით, ნალექის შემცირების პარალელურად მოსალოდნელია ტემპერატურის მატებაც. გამოდარება უფრო მეტად დასავლეთ საქართველოს შეეხება, თუმცა ნალექმა ამ პერიოდში ქვეყნის აღმოსავლეთითაც უნდა იკლოს. აღმოსავლეთ საქართველოში დღის პირველ ნახევარში უმეტეს რაიონში კვლავ შენარჩუნდება თოვლი და იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების სუსტი ქარი. ტემპერატურა ბარში იქნება მთელი დღის განმავლობაში 0.5 გრადუსის სითბო, მთაში 1.6 გრადუსის სითბო. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, აქ ველოდებით გამოდარებას. უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამის სიჩქარით და დღის განმავლობაში დაბლობში ტემპერატურა მოიმატებს 7-12 გრადუსის ფარგლებში. დღეს ახალ ამბებს 12 საათზე უკვე თამთა გაზაშვილისგან გაიგებთ, მე კი ამით გემშვიდობებით ნახვამდის.